აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბაკურიანში მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსწავლეებს შეხვდნენ 8 დღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლებისთვის საგანმანათლებლო სპორტულ შემეცნებითი აქტივობები და ტრენინგები ჩატარდა. საზაფხულო ბანაკი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. ბანაკში ყოველწლიურად 9-დან 16 წლამდე 200-მდე მოსწავლე ისვენებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამგვარი ბანაკების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანი არის, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ არეალი და შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ გაეცნოთ ერთმანეთი და ამეგობრებულიყვნენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის საგანმანათლებლო შემეცნებითი აქტივობები, რომელიც ამ 8 დღის განმავლობაში მათ უტარდებოდათ და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ იყო სპეციფიური აქტივობები, რომელიც მათში ლიდერობის უნარების გამოვლინებას და განვითარებას უწყობდა ხელს. ბაკურიანში დავხურეთ ბანაკი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ დევნილი ახალგაზრდები. მე მიხარია მათი ჩართულობა ასეთ ბანაკებში, სადაც ისინი ეუფლებიან ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, ლიდერულ თვისებებს, რაც საომავლოდ მათ გამოადგებათ. მათ ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებენ ნდობის აღდგენასა და შერიგებაში. ჩვენ გვიტარდებოდა სახალისო აქტივობები, როგორც სპორტული, ასევე სამაგიდო თამაშებსაც თამაშობდით, ვიღებდით მცირედ ფილმებს და შეგვძინა ამ ბანაკმა უმთავრესი ერთმანეთი. ეს ბანაკი ჩვენთვის თითოეული მონაწილესთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.